ვიცი რომ დევლოგს დიდხანს ელოდებოდით და ის საზაფხულო საჩუქარი ჩემგან მიიღეთ. მოკლედ, ბოლო დევლოგი დავდე 4 თვის წინ. ანუ რეალურად ამ დევლოგში 4 თვის პროგრესი უნდა გაგიზიაროთ. ამ 4 თვეში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. გაგიზიარებთ გამოცდილებას, თუ რა პრობლემებს და გამოწვევებს გადავაწყდი, ამიტომ არ გადაახვიოთ ვიდეო, ვინც ინდი გეიმ დეველოპერით ხართ გადაცებული, გამოგადგებათ ეს ვიდეო. ასე ვთქვათ, ინდი გეიმ დეველოპერულ ცხოვრებისეული რჩევებიც იქნება. ესე უბრალოდ პროგრესს არ გაჩვენებთ, ანუ თან ავხსნით, თან გამოწვევებზე ვისაუბრებ, საინტერესო ფაქტებზე და ნუ ხო, როგორც ძიაჯორც ჩვევია, უბრალოდ უსულო ვიდეო არ იქნება, როგორც ყოველთვის. ვინც ახალი ხარ ვიდეოზე და არ იცი საერთოდ ვინ ვარ და რას ავაკეთებ, მე ვარ ჯორცოფთი, რომელიც ვაკეთებ ინდი თამაშებს აი ამ პატარა ოთახიდან. დავცდილობ ეს პატარა ჩემი გეიმ დეველოპერ სტუდიო ვაქციო დიდ თამაშების იმპერიად და ამ ყველაფერს ვუკეთებ დოკუმენტიზირებას და ვაზიარებ YouTube-ზე. ამიტომ ხო, საინტერესო ვინმეს გადააწყდი და გამოიწერე არხი. ხოლო ვინც ძველი მაყურებლები ხართ, იცით რაც უნდა ქნათ, ზედმეტ არაფერს არ დავამატებ, ეხლა კი დავიწყოთ დევლოგი. შემოდით დავიწყოთ gameplay სცენით, რასაც რეალურად წინა დევლოგის ეპიზოდში ხედავდით. მოკლედ, არ ვიცი წინა ეპიზოდი გაქვთ თუ არა ნანახი, მაგრამ ვიზუალური პროგრესი არის. პირველ რიგში შეგვიძლია ვნახოთ global volume და post processing-ი, სადაც მკვეთრად გაზრდილია კონტრასტი ფერების, თუ დააკვირდებით აი მწვანე უფრო მწვანეთაა გამოკვეთილი, რომ ბალახი ლამაზად გამოჩნდეს და ასე შემდეგ და ნუ ყველაფერს აქვს მაღალი კონტრასტი. ასევე ის პოსტაპოკალიფსური ეფექტები რაც ჰქონდა, აი აქ გვერდით თუნდაც ჩაბნელება, აი ეს ჰქონდა აწეული, აი დაახლოებით აი ესე და მსგავსი ეფექტები, რაც მოიცავდა იმას, რომ თამაში უფრო პოსტაპოკალიფსური ყოფილიყო, მოხსენი და მოდი ამის მიზეზებსაც ვისაუბრებ თუ რატომ მოხსენი. ნუ რეალურად მოხსენი, იმიტომ რომ მობაილის ბაზარზე რაც არ უნდა პოსტაპოკალიფსური და ბნელი დიზაინის თამაში იყოს, მნიშვნელოვანია რომ დიზაინი და საერთოდ ვიზუალი იყოს რაც შეიძლება მყირალა და პირველივე ასე ვთქვათ სკრინშოტზე მოხდეს თვალებში. აიღეთ თუნდაც Clash Royale-ის მაგალითი, Brawl Stars-ის მაგალითი, ანუ ფერები არის მაქსიმალურად მაღალ კონტრასტში და საყვარლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში პოსტაპოკალიფსურია, მომიწია ამ ყველაფრის დათმობა. ნუ დესკტოპ თამაშებზე კი, იმიტომ რომ ის საერთოდ სხვა განზომილება, მაგრამ მობაილ თამაშებზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მყირალად გამოიყურებოდეს, რომ პირდაპირ სახეში გეცეს. ამიტომ მომიწია ესეთი დიზაინის დასმა. თუ დააკვირდებით აქ პერსონაჟს, აქვს დამატებით შეიდერი, შევქმენი შეიდერი, რომელიც აძლევს tune effects და outline visuals, ანუ აი ესე შავ stroke-ებს ავლებს და ასევე tune visuals აძლევს. დაახლოებით განსხვავება რომ მიხვდეთ, მაგალითად ახლა გაჩვენეთ ამ პერსონაჟის წინიდან დაიკიდეთ რას გავს, იმიტომ რომ ამ gameplay-ში პერსონაჟის მხოლოდ ზურგის ნაწილი ჩანს, ამიტომ წინა უბრალოდ დაიკიდეთ რასაც გავს. აი ეს არის მთლიანი შეიდერის კოდი, ანუ დიდი არ არის, რეალურად ჯამში არის ალბათ 150 ლაინი და იძლევა ესეთ მარტივ ეფექტს. აი თუ რატომ დავადე, მაგას გაჩვენებთ, როცა თამაშს დავსტარტავ. ჯერ გაჩვენებთ როგორია აი ამის გარეშე, უბრალოდ ვეცდები ახლა მოვაშორო. მოდი ჯერ დავასეივოთ ეს, რომერე კონტროლ-ზით. ან თუ გავაკეთოთ და ჩვეულებრივი ლითი დავსვათ. აი ესეთია აი ამ შეიდერის გარეშე. რაც ძალიან ცუდია, პირველ რიგში ცუდია, იმიტომ რომ environments-თან იჭრება, ფერები შედის, ნაკლებად გამოკვეთილია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პერსონაჟები gameplay-ის დროს გამოკვეთილი იყოს და ისევ Brawl Stars-ის მაგალითს მოვიდან. იქაც ასე ვთქვათ, რადგან ყველაფერი მყირალა ფერებშია, outline-ებითა ქარაქტერები გამოკვეთილი, თუ შეატყობთ, რადგან გარემოსთან ეს ფერების აჭრა არ მოხდეს. ხო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიზუალი არ შეცვლილა. მექანიკა შეიცვალა, თქვენ ნახეთ იდეაში power-up-ები, რომლებიც სხვადასხვა რაღაცებს აკეთებენ, ესენი ცოტა დაინერფა, ასევე ნახეთ ბოსი და მინიბოსი, მინიბოს დაემატა რაკეტის როლის მექანიკა, ასევე დაემატა ხმები, როგორც SFX-ი, ისევე საუნდტრეკები. მოდით უბრალოდ გავტესტოთ ახლა და ერთი ხელი ვითამაშოთ. არის ის რომ light სისტემა დაემატა ბულეთებზე, ანუ თითო ბულეთს ცოტა light-ი აქვს, ანუ განათება, რომ უფრო ლამაზად ჩანდეს, ასევე იგივე outline shader-ები აქვს enemies ტიპებს. ნუ power-up-ები იდეაში იცით, წინა ეპიზოდში ყველა power-up-ი განვიხილე. აქ ეს არ ვიცი რატო გაიბაგა. რაღა ვიდეოს ჩაწერის დროს მოუნდა. კარგი მარტივი პრობლემა იყო, გამოვასწორეთ. და ხო, ნუ აქ ვირჩევთ power-ups, მაგალითად აი ეს. და ხო, მოდი სანამ მინიბოსამდე მივალთ, მანამდე ხმებზე გესაუბრებით. როგორც ხედავთ, აქ ისმის ხმა.
ეს ხმები, ეს არის main soundtrack-ი, რაც იდეაში გესმით, ასევე ხმაზე მაქვს ეფექტი გაკეთებული, როცა pop-up-ია მოდის, ან პაუზას აკეთებ, ხმას ეფექტს ვადებ, თითქოს აი დაახლოებით წყალში რო ჩართული ტელეფონი ჩადოდა ხმა მოდის, ანუ სადღაც შორიდან, აი დაახლოებით ეგეთი feeling-ი იქნება, ეხლა გაჩვენებთ, თუ კარგად ისმის. აი ხა დავპაუზების დროს ესეთი ეფექტი ადებს და როგორც კი გააგრძელებ, ბრუნდება თავის native ეფექტზე. Okay, ეხლა ჩვენ გვჭირდება მინდეთ mini boss-ამდე. მოდი ავიღოთ shock round-ი, რომელიც თანავს. აი როგორც ვიცი, ეხლა წამოვა mini boss-ი. წინაზე ნახეთ რომ mini boss-ი არაფერს აკეთებდა, რეალურად მოდიოდა და უბრალოდ გირწყავდა. ეხლა კიდე რაკეტის სროლა დავამატეთ. აი ეგ არის. ჯერ ხასავლებს უნდა გაასწრო თუ არა და მოგხვდება და ნუ კონკრეტულ დემის გიკეთებს. ამ stage-ს რო ვაწყობდით, ეს stage-ი მაქვს დაახლოებით, არ ვიცი, ალბათ 500 ჯერ ალბათ ნათამაშები. ამის ბალანსმა და საერთოდ ამის დასტაბილურებამ წაიღო ძალიან ბევრი დრო. ვინაიდან ეს არის პირველი stage-ი, ნიშნულოვანია რომ იყოს მარტივი, რომ იმის შანსი რომ პირველ stage-ში მოთამაშე მოკვდეს, იყოს ალბათ 2%. კაი, აქ ავიღოთ ტორნადო ეფექტი, დაველოდოთ, მოვიდეს, შემდეგ გავუშვათ. კარგი, სამთამაშობ და სანამ თავარ ბოსამდე მივალთ. მანამდე ასევე გეტყვით იმას, რომ მოდი აქ იყოს რიკოშეტი არა. კაი, მოდი იყოს რიკოშეტი. ძალიან ბევრი პრობლემა იყო რეალურ დივაისებზე. პლანშეტზე საერთოდ ჭედავდა, iOS-ზე სტატერები ქონდა. მაგანაც კიდე ცალკე დრო წაიღო, რო გამეკეთებია, დამეფიქსა უბრალოდ და ესეც მინიბოსი. მინიბოსი იდეაში იგივე მექანიკა აქვს, რაც წინა ეპიზოდში ნახეთ, უბრალოდ ცოტა ეფექტები დაემატა, აი ეს მტვრის, რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს და ეგ არის. ასევე საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯე UI-ზე, მაგალითად ეხლა გაჩვენებთ, რაც არის რეალურად გამარჯვების შემდეგ რა ხდება, Victory ანიმაციას, რაზეც დღენახევარი დავხარჯე ალბათ. მხოლოდ ერთი ტექსტის ანიმაციაზე და ასევე სიკვდილის ანიმაციაზე. მოდი მაგალითად პირველს გაჩვენებთ სიკვდილისას. რეალურად იარაღით აქ სიკვდილი ძალიან ძნელია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ Alex იარაღი გავუქროთ. Gun root position. ეგ არის, ეხლა დაველოდოთ ელიენები როდის მოვლენ და როდის კი არა, გაგვაპარტახებენ. და ხო, I am dead. სიტყვას, რასაც ხედავთ, რომელიც ესე ბლადის ეფექტივით ჩამოიწერა და მე ესე ლამაზად დაქანაობს. საკმაოდ დიდი დრო წაიღო. აი აქ არის text blood ეფექტი, რომელიც ჯამში არის 340 ლაინი და მთლიანად ეს კოდი არის აი მარტივი ანიმაციისთვის. კარგი, შემდეგს გაჩვენებთ Victory ანიმაციას. Phew. Voila, ეს იყო Victory-ს ანიმაცია, რომელიც ახლა ნახეთ და ეს არის რეალურად end screen-ი, არა win screen-ი, რეალურად როცა მოიგებთ ესეთი screen-ი გამო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასამუშავებელია. Victory text effect და ეს არის, ნუ თითქმის იგივე რაც Daddy's blood ეფექტი, 315 ლაინი, რაც რეალურად text word by word ანიმაციებს უკეთებს და მე ესე კატანასავით slash effects უკეთებს. რაც რეალურად ნახეთ წეგან. რეალურად soundtrack-ის კეთების დროს მთავარი მუღამი იყო, რომ BPM-ი ყოფილიყო მაქსიმალურად მაღალი, იმიტომ რომ არ ვიცი, რეალურად ბევრი ელიენი მოდის, ეკრანზე ბევრი ინტერაქცია ხდება, power-up-ები, სროლები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ soundtrack-იც ამ რითმს აყვეს. ხო, არ ვიცი, თუ გესმოდათ soundtrack-ის ხმა შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს, მაგრამ არ ვიცი, Discord-ში თუ შემოხვალთ, იქ გავაზიარებ full MP3 files და შეგიძლიათ მოусმინოთ. ხო, ასევე ტუტორიალის ნაწილი, highlight-ები, მოდით ახლა შევიდეთ game setting-ში, demo-დი ჩავრთოთ, ახლა გავსუფთავებ data-ს, რომელმაც ასევე დრო წაიღო, იმიტომ რომ highlight-ები გამეკეთებია, ჩვენ გვჭირდება clear data. ეგა გაწმენდილია, ახლა გავთიშოთ, demo-დით გავთიშოთ და ჩავრთოთ თავიდან. და ნუ აი ეს თამაში რო დაიწყება, ეგ არის. So, გვიჩვენებს აქ რომ შეგვიძლია swipe-ით character control-ი გავაკეთოთ და აი როგორც ხედავთ, უბრალოდ ჩვეულებრივი highlight სისტემა გამოვყენე, რომელიც ალბათ ყველა mobile თამაშია, რომელსაც პირველად რთავ და გეუბნება რომ swipe-ი უნდა გააკეთო. ხო, default-ად setting-ები დააყენა medium-ზე, აქაც background-ში ბევრი პროცესი მიმდინარეობს, გვაქვს 3 setting-ი, low, medium და high, რომელიც აკეთებს render scale-ის манипуляციას და ასევე ტექსტურების რეზოლუციის манипуляციას.
ავტომატურად დააყენა Medium-ზე, მაგრამ background-ში მაქვს კოდი დაწერილი, რომ როცა ეს რეალურ device-ზე გაიშვება, რეალური device-ის GPU-ს და CPU-ს ასე ვთქვათ, სიმძლავრეს აიღებს და ავტომატურად გამოითვლის ეს თამაში რა სეტინგებს შეესაბამება, რომ სტაბილური FPS-ი დადოს და ავტომატურად აირჩევს low-ს ან medium-ს, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ შეცვლა. პარალელზეც გვეუბნება, რომ შეგვიძლია უბრალოდ ავირჩიოთ power up-ი და hold click-ზე მისი ინფორმაცია ვნახოთ, აი ესე. და ხო, ეგ არის, შემდეგი არის კომბოზე, მაგრამ კომბოს ამ stage-ში ვერ ავაწყობთ, იმიტომ რომ ისეთი ასე ვთქვათ, power up მოდის, რის კომბოც არ იწყობა. მოკლედ, ასევე იყო სიახლეები იმ მხრივ, რომ ჩემს LinkedIn-ზე, LinkedIn-ზე დავდე playtest-ის პოსტი, სადაც ხალხს ვთხოვე, რომ ვინც Android-ის მომხმარებელი იყო, შეცლებოდა გაწევრიანება და მე გავუგზავნიდი demo APK files, რის გადაც რეალურად feedback-ს მივიღებდი. დაახლოებით 10 ადამიანმა გამოთქვა სურვილი, აქედან რეალურად 5-მა დააბრუნა feedback-ი, საიდანაც რეალურად ადეკვატური იყო 3 feedback-ი. რაც ძირითადად ეხებოდა player controller-ი სწრაფი იყო, შემდეგ downrfe, კიდევ enemies რაღაც კონკრეტულ კატეგორიას ეხებოდა. ამიტომ ხო, ბევრს ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. Discord server-ში აუცილებლად შემოდით, იმიტომ რომ თავიდან გავაკეთებ კიდე playtests, რომ უფრო ადეკვატური feedback-ები მივიღო, ასევე დაიპოსტა აქ, რომ Beso Shawarma გამოვიდა, ქართული თამაში, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ და გატესტოთ. მე ვითამაშე და საკმაოდ გასართობი და კარგია. და ხო, Discord server-ზე აუცილებლად შემოდით, იმიტომ რომ ვაზიარებთ რაღაცებს, ზოგჯერ ვჩდებით აი აქ coding, ასე ვთქვათ, channel-ში და სამუშაო პროცესს ვაზიარებ და ასე შემდეგ. მოკლედ, სანამ დანარჩენ პროგრესზე გადავალ, თუ რა გაკეთდა, რაც რეალურად საერთოდ ცალკე სცენაა და რამდენიმე წუთში გაჩვენებთ, მანამდე მინდა ვისაუბრო ისეთ ფაქტორზე, რაც ნებისმიერ პროექტში მოვა, როცა თავიდან იწყებთ ასე ვთქვათ თამაშის გაკეთებას. წარმოიდგინეთ ესეთი სცენარი, რომ გაქვს იდეა, დაიწყეთ თამაში, პირველი 2 კვირა, ან თუნდაც შეიძლება 1 თვე იყოს იდეალური, ერთობი იმის კეთები, ერთი სული გაქვს, როდის დაამთავრებ, იმიტომ რომ იცი, რომ შედეგი გემრიელი იქნება და უსაზღვრო мотиваციის ხარჯზე შენ ასე ვთქვათ საქმეს აკეთებ უფრო ხარისხიანად, უფრო სწრაფად, რაც რეალურად პროგრესს ძალიან ასწრაფებს და იდეაში პროექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ როცა გადის თვეები და რეალურად ამ პროექტზე მუშაობ უკვე დაახლოებით 8 თვეა, ყველაფერი ასე ვთქვათ უარესობისკენ მიდის, იმიტომ რომ ის мотиваცია და ყველაფერი ამბიციები რაც ქონდა უკვე ჩაცხრა, დაგრჩა დაუმთავრებელი პროექტი, რომელიც უნდა დაამთავრო, იმიტომ რომ მინიმუმის შეგრძნება გაქვს, რომ შვილივით ზრდიდი და ესე უბრალოდ ვერ მიაგდებ. ამიტომ ეს მომენტი ხშირად დადგება, ხშირად კი არა 100%-იან შემთხვევაში დადგება, როცა თამაშის გაკეთებას დაიწყებთ. შეიძლება თქვა, რომ მე ამას 2 თვეში გავაკეთებ, 3 თვეში გავაკეთებ, მაგრამ არა, დეველოპმენტი იწელება, წინ უამრავი გაუთვალისწინებელი ფაქტორი შეგხვდება, უამრავი გამოწვევა დაგხვდება, ასევე მოგინდება ახალი რაღაცეების დამატება, რაც რეალურად დასაწყისში არ ქონდა ჩანაფიქრი, რაც რეალურად წელავს დეველოპმენტს. შენი мотиваცია დავარდება და იდეაში მთლიანი გარემოება შეგიქმნის, ასე ვთქვათ, უпроსტად შეგიწყობს ხელს, რომ ხელი ჩაიქნიო. მაგრამ აქ ჩნდება ერთადერთი ფაქტორი, რაც აცოცხლებს შენ პროექტს, ეს არის დისციპლინა და სწორედ ეს ვიგულისხმო, რომ შემდეგ დაახლოებით 1 ან 2 თვის მერე მუშაობა ხდება ძალიან რუტინული, მოსაწყენი, უკვე გეზიზღება, რასაც აკეთებ, ბრჭყალებში, მაგრამ აღარ გსიაუნეს ისე როგორც დასაწყისში იყო. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის რაღაც უცხოხილი არ არის, იმიტომ რომ ბევრი პროექტი მაქვს აქამდე ნაკეთები და ვიცი ეს როგორ მუშაობს, უბრალოდ დამწყებ indie game developer-ებს მოგმართავთ. როგორც კი ეს მომენტი დადგება, რომ უკვე გული გერევა Unity-ში მაგალითად რაღაც პროექტის გახსნის, რომელიც დაიწყე და თავიდან ბედნიერი იყავი, იმიტომ რომ გიხარო და მისი კეთება. უბრალოდ შემოიღე დისციპლინა და დღეში 1-2 საათი ან რამდენიც საჭიროა იმდენი აკეთე, ტასკები ჩამოწერე, რუტინულად მიყევი და კი, მოგიწევს რუტინულად მიყოლა, იმიტომ რომ რაღაცა ფილმში არ ხარ და არც main character-ი ხარ, რომ რაღაცა უცებ გააკეთო, ბედნიერი იყო იმის გაკეთებით და შემდეგ ის გაგივარდა bla bla bla. დაახლოებით ხოლმე პირველი თვე მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ამიტომ ხო, მე ეხა პრინციპში იმ ეტაპზე ვარ, რომ მხოლოდ დისციპლინას ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან გაიწელა ეს პროექტი, უკვე 8 თვე ავაკეთებ, მაგრამ ხო რეალურად мотиваცია არ მჭირდება, იმიტომ რომ მე მაქვს შემუშავებული დისციპლინა და ყველაფერს მივყვები step by step პრინციპით, რაც საბოლოო ჯამში მიმიყვანს წარმატებამდე, ან თუ არ მივყვარს პროექტს მიიყვანს წარმატებამდე.
მქონდა. ეხლა კი გაჩვენებთ ყველაზე მტკივნეულ მომენტს, რაც გავაკეთე, რაც ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ გაჩვენებთ და რამაც პირდაპირ მნიშვნელობით სახე გამაძრო. რა სცენასაც წეგან ნახულობდით და წინა 3 ეპიზოდია რასაც ნახულობთ, ეგ არის gameplay სცენა, ანუ სადაც უშუალოდ gameplay მიმდინარეობს, რეალურად core gameplay რაც არის თამაშის და აი ეხლა ამ სცენას რასაც უყურებთ, ეს არის რეალურად ლობის სცენა. ნუ აქამდე არ მიხსენებია, ნუ პირველ ეპიზოდში კი ვახსენე, რომ თამაში, ასე ვთქვათ, ბაზა იქნება, რესურსების მენეჯმენტი და ასე შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმეტესმა ცალკეულ შეუშვით მე ვიყურნა გაატარეთ. ამიტომ ეხლა საქმეზე მიდგა და პარალელურად დავიწყე ბაზის level design-ი, რეალურად ეს არის ბუნკერი, ლობი, სადაც შენ მოახდენ რესურსების მენეჯმენტს, crafting-ს, კულინარია, cooking-ი, სხვადასხვა პერსონაჟები გეყოლება, ის ალექსი, რასაც ხედავდით იმ სცენაში არის ერთ-ერთი პერსონაჟი, მაგის გარდა უამრავი გეყოლებათ, რასაც სხვადასხვა დავალებები უნდა მისცეთ, თუ მაგალითად stage-ი ვის წაიყვან, აი სწორედ stage-ი იყო ის წინა სცენა, სადაც gameplay მიმდინარეობს და აი აქ რასაც ხედავთ. ეს არის ჩვენი ბაზა, ბუნკერი, სადაც ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ 3 სართული, მაგრამ კიდევ უნდა დაემატოს უამრავი ლაბორატორიები და კიდე რაღაცები, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ, არ დაგასპოილერებთ. შეიძლება ახლა ამას რომ ხედავთ, თითქოს ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ ამან წაიღო 2 კვირა. 2 კვირა ვაწყობდი ამ ინტერიერის დიზაინს, ვადგენდი, რომ ასე თქვათ, რაღაც ადეკვატური გარემო მიმეღო. იმიტომ რომ level design-ი არ არის ჩემი კომპეტენცია, არც level designer-ული ხედვა მაქვს. ამიტომ მაქსიმალურად რაც შემეძლო გამოვიყვანე. დავიწყე პირველი სართულით, რასაც ვეძახით საჩილაო სართულს, აქ რაღაცა cozy გარემო შევქმენით. აქ არის მისიების ოთახი, სადაც stage-ებს დაგეგმავ, რომელ stage-ში წახვიდე. ზევით გვაქვს აი აქ kitchen-ი, ასევე მისიების რაღაც ტელევიზორი, რომელშიც ვიდეო მე გაჩვენებთ. აქაც ცოტა საჩილაო ზონა, აქ მინიგეიმები იქნება. აქეთ გვაქვს workbench-ი, სადაც რაღაცებს დაკრავთავ, აქეთ workbench-ი ოღონდ იარაღებისთვის და ნუ აქ შემდეგი სართული ეწყობა. ასევე გვაქვს light-ები და light flicker-ები, იმიტომ რომ ზოგიერთი სინათლე უნდა თამაშობდეს. მაგალითად, აი ამ ღუმელს სტატიკური ნათება ვერ ექნება, ხო? ეს ნათება უნდა თამაშობდეს, იმიტომ რომ ცეცხლი თამაშობს. ამიტომ მაქვს სკრიპტი გაკეთებული light flicker-ი values ათამაშებს აქეთიკით რენდომად, რისგანაც საკმაოდ cozy ეფექტი მიიღება. მე ხა გავაკეთებ ეგეთ რაღაცას, დავსტარტავ თამაშს, რომ light-ები დაინახოთ და real time-ში გაჩვენებთ ამ ყველაფერს. აი ესე გამოიყურება, აქ გვაქვს particle effect-ი, ასევე აი აქ light-ი აი ესე თამაშობს, ასევე თამაშობს აი აქ გამწოვის ადგილას. ხო, აი აქ ესეთი mini ვიდეოა გაშვებული, აქაც ვიდეო ეშვება და რადგან ესეც დინამიური light-ი გამოდის, აქაც ნუ ნაკლები light-ია ცისფერი, მაგრამ თამაშობს აი აქ კედელზე თუ შეამჩნევდით, იგივე აი აქ იატაკზე. ვიდეოში მეტი საინტერესო არაფერია. ასევე აქ ხედავთ ალექსის პერსონაჟს, რაც წეღან ნახეთ, უბრალოდ ეს უფრო high poly ვერსია, უფრო დეტალიზირებული. ზუსტად ციფრებში რო გითხრათ, წინა gameplay stage-ში რასაც ხედავთ პერსონაჟს, რომელიც მხოლოდ ზურგიდან ჩანს, არის 3000 პოლიგონი. ანუ ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, შესახედია წინიდან, იმიტომ რომ 3000 პოლიგონში ფიზიკურად სახე ვერ გაკეთდება. აი ესე იმიტოა, რომ იქ უფრო სცენა დატვირთულია, ძალიან ბევრი ენემი სპავნდება, შესაბამისად, პერფორმანსი რო შევინარჩუნო, ნაკლები პოლიგონი უნდა იყოს სცენაზე. და რადგანაც ენემი ზურგიდან ჩანს, საჭირო ჩათვალო ნაკლები პოლიგონი გამოიყენო, მაგრამ აი არანაირი ენემი არ დასპავნდება, ამიტომ თავს ფუფუნება მივეცი, რომ მაქსიმალურად quality შევინარჩუნო, ამიტომ აი ეს ალექსის პერსონაჟი არის დაახლოებით 60000 პოლიგონი და ამიტომ გამოიყურება აი ესე დეტალიზირებულად. ჯერჯერობით აქ ამას რაიმე behavior და ანიმაციები არ აქვს, მაგრამ მომავალში ექნება. ტელეფონზე გამოიყურება აი ესე, მოდი ახლა გადავალ სიმულატორში და ასევე zoom in, zoom out-ი საშუალება, რომელსაც ახლა ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ რეალურად არ ვარ ტელეფონზე, ეს მხოლოდ frame-ია. რეალურად შეძლებს zoom-ს და zoom out-ს, მაგრამ მგონი აი game-ში შემიძლია გავაკეთო. აი აქ ვაკეთებ. ეს არის მაქსიმალური zoom-ინი, რასაც გააკეთებ. და ეს არის zoom out. ეს არის level design-ი, რომელიც არის ჩემი ტკივილი. მოდი ახლა ვისაუბროთ ასეტებზე. როგორც იცით, ამ თამაშისთვის $200-300 asset pack-ი მაქვს შეძენილი low poly-ის, რითაც ალბათ 80% აქ რასაც ხედავთ გამოყენებულია. Meshi AI, რითაც 3D მოდელებს ვაგენერირებთ, რამდენიმე არის დაგენერირებული, აი ეს ღუმელი, აი ეს ტახტი ასევე Meshi AI-თა დაგენერირებული, ნუ რა თქმა უნდა, ალექსის პერსონაჟი, აი აქ ეს workbench-ი
და კიდევ რაღაც მცირე დეტალები, რასაც პაკებში ვერ ვნახულობთ. ასევე როგორც იცით, აქ თითოეული დეტალი არის ცალკე, ასე ვთქვათ, ობიექტი, ამას შემდეგ mesh combine-ი გაუკეთდება, აი პირველ სართულს გაკეთებული აქვს, მაგალითად ეს თლიანი meeting room-ი არის ერთი mesh-ი, ანუ ცალ-ცალკე ის რადგან არ მჭირდება ცალკე draw call-ი რო არ გაკეთეს, ერთ mesh-ია ასე ვთქვათ, გაერთიანებული. თქმა უნდა, კამერის conclusion logicაც მუშაობს, ოღონდ აი ამ ქვედა სართულებზე. ну, იდეაში ზედაც მუშაობს. აი, სადაც კამერას გაწევ, რაც კამერის რენდერი უშმოხდება, ის დარენდერდება. უბრალოდ ქვევით ოთახები რენდერდება, აქ კიდევ თლიანი ნაწილაკები, ამიტომ mesh combine-ში ეს გაიფიქსება და ეგ არის, ხო? ეხლა მიმდინარეობს აი ამ ბაზის დასრულება, რადგან რეალურად stages development-ი მორჩა, უბრალოდ დასამატებელია კონტენტი. კონტენტში იგულისხმება სხვადასხვა stage-ები. რეალურად ეხლა მხოლოდ ერთი stage-ი არსებობს და იმას უკვე development-ი აღარ ჭირდება, რადგან script ფაილები ისე მაქვს შექმნილი, რომ უბრალოდ drag and drop-ით აწყობს stage-ს რა wave-ის მერე რა წამოვიდეს და ასე შემდეგ. So, დღეისათვის ეს იყო. იმედია ისიავნოთ ვიდეოთი, პროგრესითაც, იმიტომ რომ რეალურად ამ პროექტზე ყოველდღე მუშაობ და ვაკეთებ პროგრესს, რომ ბოლოში გავიყვანო. და ხო, არ ვიცი თუ მოგწონს ეს ვიდეო, დევლოგების ეპიზოდი, აუცილებლად დატოვე ლაიქი, იმიტომ რომ მე პირადად სიამოვნებს, როცა რაღაცას ვაკეთებ და იმის პროგრესს ვაზიარებ YouTube-ზე და ასევე გამოწვევებსა და გამოცდილებებს ვუზიარებ ხალხს. მინიმუმ რომ ნახვები არ კონდეს, შემდეგ რომ უბრალოდ წლები გავადეთ ჩემ თავს უყურებ, სად ვიყავი და ეხლა სად ვარ, უბრალოდ ეგ ნაწილიც კი საინტერესოა ჩემთვის. ამიტომ ხო, აუცილებლად განმოდით LinkedIn-ზე. იმიტომ რომ იქ ვაზიარებ ამ თამაშზე რაღაც ინფორმაციას და თუ გაინტერესებს გაიგებ და ასევე Discord-ზე, სადაც საუბრობთ, სადაც ასევე მუშაობის პროცესს ვაზიარებ და bla bla bla. ასე რომ ხო, თქვენთან იყო ჯორჯ სოფტი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.